ჩვენთან არის ღმერთი. წმინდათა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია წმინდა ნიკოლოზ მღვდელმთავარს. თავისი მოწყალებით, თავისი სიყვარულით, თავისი თანმდაბლობით იგი ეხმარება ყოველ გაჭირებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზ მღვდელმთავარზე წერია საგალობელში, რომ როგორც არის სახელი შენი, ისეთია ცხოვრება შენი. სახელი მისი არის ნიკოლოზი, რომელიც ნიშნავს გამარჯვებულს. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც იმარჯვებს თავის თავზე, თავის ვნებებზე, თავის ამპარტავნებაზე, რომელიც დასთმგუნავს თავის მდაბალ გრძნობებს. და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც აგროვებს სულიერ საუნჯეს, სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. აი დღეს ჩვენ დღესასწაულობთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა ნიკოლოზის დღეს და ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რით მოიპოვა წმინდა ნიკოლოზმა ასეთი ძალა, ასეთი მადლი. მან მოიპოვა თავისი სიმდაბლით, თავისი თანმდაბლობით, კანონად სარწმუნოებისა და ხატულ სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა, ყოვლშენ ქრისტე მასამსოისა შეისათვის. აი წმინდა ნიკოლოზი იყო კანონის სარწმუნოებისა და ხატის სიმშვიდისა. როგორ საჭიროა დღეს განსაკუთრებით აი ამ ურთულეს დროს ადამიანმა შეინარჩუნოს სიმშვიდე. მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი. დავით მეფე წინასწარმეტყველი ლოცულობდა სიმშვიდისათვის. თუ სიმშვიდე არ ექნება ადამიანს, ის ვერაფერს ვერ გააკეთებს. თუ სიმშვიდე არ ექნება ადამიანს, ის ვერ წავა წინ. თუ განცდა თვის და ცოდვაც არ ექნება ადამიანს, ის ვერ ამაღლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მის სულში ამპარტავანი სულია და წერია ბიბლიაში, ღმერთი ამპარტავანსა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალსა მიანიჭებს მადლსა. უნდა იცოდეს ყოველმა ჩვენთაგანმა, რომ სწორი გზით უნდა იაროს. უფალი ბრძანებს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ღმერთმა ინებოს, რომ აი ამ გზით ვიაროთ, ჭეშმარიტი გზით და მივიდეთ სასუფეველში. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.